შესანიშნავი, მოტივირებული, მებრძოლი ბაიერნთან კვარას თამაშის გამოხმაურება. პარის სენ-ჟერმენმა ბაიერნი დაამარცხა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1-2 ფინალში გავიდა. პარის სენ-ჟერმენი მორიგი ტიტულისკენ მიიწევს და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ფრანგულმა გუნდმა მიუნხენის ბაიერნი ანგარიში 2-0 დაამარცხა, მეორე გოლი კი მეტოქეს მაშინ გაუტანა, როცა მოედანზე 9 ფეხბურთელით იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფსს პოტენციალი, ხვიჩა კვარაცხელიამ კი საკმაოდ კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ფრანგულ მედიაში ხვიჩას დღევანდელ თამაშს გამოეხმაურნენ. თამაშის შესანიშნავი დასაწყისი დიდი განსხვავება შექმნა, თუმცა მეორე ტაიმი უფრო ცუდი ჰქონდა. 7-0, ხვალ მესამე მსოფლიო ომი რომ დაიწყოს, ფსს ისევ ექნებოდა უპირატესობა თავისი 7 ნომრის დამსახურებით. 90-7, ის თავის დონეზე თამაშობდა. პირველივე წუთებიდან ნახეთ, რომ კარგ ფორმაში და განსაკუთრებით მოტივირებული იყო. დუეს და ბარკოლას 2 კარგი პასი გაუკეთა, რომლებიც გოლით ვერ დასრულდა. 31 წუთზე ინდივიდუალური მოქმედებებით გოლის განშორს არ იყო. როგორც ხშირად ხდება, ის შეტევაშიც იყო და დაცვაშიც, და კარგული ბურთის შემდეგ კი ას-ით კონტრპრესინგს თამაშობდა. კვლავ აქტიურია, როგორც ყოველთვის. პირველ ტაიმში ბაიერნი აიკლო და სანანი კი მხოლოდ ის არის, რომ გოლი ვერ გაიტანა და ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდა. ყოველთვის მზადაა კონტრშეტევისთვის, მებრძოლია, რომელიც არასდროს ნებდება. 7-0, ქართველმა კიდევ ერთხელ შესანიშნავად ითამაშა მარცხენა ფლანგზე. 33 წუთზე ნოიერმა აჯობა. 46 წუთზე ბოეს წინააღმდეგ მოედნის ცენტრში შესანიშნავი ფინტით გამოირჩა, რასაც შეტევა მოჰყვა. გარდა ამისა, ბარკოლა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნოიერთან დუელიც ააგო. ფლანგიდან საფრთხეს ქმნიდა, ხოლო ბოლო წუთებში მის ნაცვლად თამაში ბერალდო ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე საკლუბო მუნდიალზე ხვიჩა კვარაცხელიას 5 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასით გამოირჩა. ფსს მაისურით იანვრიდან დღემდე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 თამაშში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა. მან ფსში უკვე მოიგო ჩემპიონთა ლიგას, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი. პარის სენ-ჟერმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს 9 ივლისს მადრიდის რეალთან გამართავს.